ეს რა ქუჩა არის ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მოდი ცოტა ვიცვალოთ. აქ გზის საფარი დაეგო, არ ვიცი, ჩემი ვარაუდით ალბათ პირველად როდესაც ასფალტი გამოიგონეს, ბატონო თბილისის მერო, ბატონო სამგორის გამგებელო, რომელმაც დამბლოკეთ. ასევე ქალბატონებო და ბატონებოს და საკრებულოს წარმომადგენლებო. ეს არის სამგორის რაიონის ღირსშესანიშნაობა. აი ჩემი მტერი შემოვიდა აქ მანქანით. აქ რამდენიმე მსხვილი ობიექტი არის, ზუსტად არ ვიცი ეს ობიექტები რა საქმიანობენ და გარდა ამისა აქ არის, თუ არ ვცდები, რაღაც საჯარო დაწესებულება. სადაც ნუ ყოველდღიურად ბუნებრივია ავტომობილები მოძრაობენ. აი ამაზე დიდი უბედურება რაღა უნდა გინდოდეს, რომ ბატონო კახი, მე მესმის, რომ სამუშაო და საქმე გაქვთ უამრავი. ნუ რომელსაც ხან ასრულებთ, ხან ვერა და ნუ რიგი მიზეზების გამო შესაძლებელია, რომ როგორც ადამიანმა ადამიანს გარკვეული რაღაცები გაგიგოს. მაგრამ ვერასდროს ვერ გავიგებ იმას, სამგორის გამგებელი რატო არ არის საქმის კურსში. აი ეს ტერიტორია ისევე როგორც სხვა ტერიტორიები არის, არ ვიცი, მიგდებული, მიყრუებული და სრულიად მწყობრიდან გამოსული და ვერასდროს ვერ გავიგებ იმას, დღესდღეობით სამგორის ბიუჯეტი რაში იხარჯება, როდესაც არსად არაფერი არ გაკეთებულია. არსად არაფერი არ კეთდება. აქ ერთი-ორჯერ ადამიანი რომ ავტომობილით შემოვიდეს, ის ავტომობილი იქნება გადასაგდები. ხო შეიძლება რომ ერთხელ წელიწადში ერთხელ ბატონო კახი თბილისის მერს მივმართავ. წელიწადში ერთხელ შეიწუხოთ ბატონო თავი და ჩვენც გვესტუმროთ და ნახოთ მოსახლეობა რა პირობებში ცხოვრობს. მხოლოდ ვერა ვაკეზე და საბურთალოზე რომ დარვიხართ, თბილისი მხოლოდ ეგ არ არის. ნუ თქვენთვის კი ბატონო ეგ არის, მაგრამ ზოგადად თბილისი ეგ არ არის. შეგიძლიათ რომ არ ვიცი, თბილისის რუკას გადახედოთ, მარტივად მოიძიოთ.